ქალბატონმა ლეილამ თავის მოღვაწეობა მოზარდიდან დაიწყო და მოზარდში არის სხვათა შორის გახსნილი მისი ვარსკვლავი. ისეთი მონაცემის იყო ლეილა, რომ სადაც მუშაობდა, ყველგან რო იქ ვარსკვლავი გახსნილი იყო, ნამდვილად ღირსი იყო. იმიტომ მე შემდეგ ხოლმე ბოლო წლებში რუსთაველის თეატრში იყო და იქაც არაჩვეულებრივად შეერწყა ამ დიდ თეატრს და აი იცით როგორი იყო ჩემთვის ლეილა და ალბათ მაყურებლისთვის ზოგადად რომ აი დიდი მთავარი როლი ჰქონდა თუ ეპიზოდი ჰქონდა ისეთი შთაბეჭდილებით გამოდიოდი თეატრიდან რომ ეს სულ გახსოვდა აი განცვიფრებული ვიყავი ხოლმე რომ რა მონაცემი აქვს ამ ადამიანს საერთოდ ფიქრობდი მოკლედ ახლა ლეილას როგორც მსახიობზე მე აღარ ვილაპარაკებ საყოველთაოდ ცნობილია ის უნიჭიერესი მსახიობი არტისტი იყო მე გავიხსენებ რამდენიმე სიტყვით ჩვენ ურთიერთობას ჩვენ მუშაობას კინოსტუდია ქართულ ფილმში გახმოვანებაზე აი ლეილას იქაც ვარსკვლავი ეკუთვნოდა არაჩვეულებრივი იყო ლეილას ჰქონდა ღვთითბოძებული ულამაზესი ტემბრის ხმა, ძალიან მდიდარი ინტონაცია, დახვეწილი მეტყველება და აი ასეთი მონაცემის ადამიანი რასაკვირველია გახმოვანებაზე ეს იყო არ ვიცი, ნომერ პირველი და როცა მე მივედი გახმოვანებაზე, როცა დავიწყე მუშაობა, ლეილა ჩემზე უფროსი იყო და ჩემთვის ესე იგი აი ეს ადამიანი იყო მაგალითი, როგორი შეიძლებოდა რომ მისთვის მიმებაძა, მისი მსგავსი ყოფილიყავი, შინაგანად ეს სულ მქონდა, სულ ვატარებდი ამას. ქარმა სახეში რომ არ მოგიბეროს ჯობია, ზურგი მიუშვირო. თვალებს განგები ხვევს რომ არაფერი დაინახო. რა ქნა? მინდოდა უბედურება ამეცდინა, მაგრამ შემაშინეს. ამ სახლში ვითომ სიწყნარია ყოველ ოთახში ქარიშხალი ტრიალებს, როგორც კი ეს ქარიშხალი გარეთ ამოვარდება, ყველას შავი დღე დაგვადგება. მეც არაფერს არ ვიტყვი. ბერნარდას გონია ყველაზე ძლიერია. ის კი არ ესმის. ამ სახლში ბევრი დედაკაცია, ყველა უქმრო და კაცი კი ერთია. არა. მარტო ბუშაპეპი არ არის დამნაშავე, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, შარშა მთელი წელიწადი ათელად თვალი ვერ მოწყვიტა. ესეც გიждდებოდა მისთვის. ახლა მაინც ყნარად უნდა იყოს. არ უნდა გამოეკიდოს. კაცი მაინც კაცია. კაცი ამბობენ, ხშირად ელაპარაკება. აქ კიდევ ბევრი რამ მოხდება. მთელი ჯგუფი ძიგრო ესე ვეძახდით მოფერებით და ლეილა არასდროს არ დამიზახია მისთვის მაგრამ ეხლა ასეა და აი ძიგრო მოვიდა ძიგრო გელოდება ძიგრო იგი დგას აი ესე იყო სულ გადაზახილი ისა სამუშაოზე და ჩვენ ხშირად ვიდექით ხოლმე ერთად მიკროფონთან და დიალოგში წერდით ხოლმე ნაჭრებს. აი სურათი ხო ნაჭრებად იჭრებოდა საერთოდ და ჭერდით ნაჭრებს და როცა ჩვენ ვიყავით აი ერთად ეხლა რა მინდა თქვა იცით აი გახმოვანების დროს რეჟისორი ხო იჯდა ხმის ოპერატორი თავისთავად და იყვნენ მემონტაჟეები და აი ესეთი სპეციფიური იყო ეს ჩვენი სისტემა გახმოვანების სხვანაირი იყო ეხლა სულ სხვანაირად არის შეცვლილია ყველაფერი და საკმაოდ ისეთი სკრუპულოზური სამუშაო იყო იცით გარდა იმისა რომ შენ ესე
იგი აი ეს გმირი, რომელსაც ახმოვანებდი, ეს პერსონაჟი, უნდა გაგეთავისებინა, უნდა ორგანულად ყოფილიყავი მის ხასიათში ჩამჯდარი ეს ყველაფერი, გარდა მაგისა, იქ იყო ტექნიკური სამუშაო, აი არტიკულაციაში უნდა ზუსტად მოგერტყა. აი ამიტომ გვერდქვა ჩვენ სნაიპერები და ლეილა ერთ-ერთი პირველი სნაიპერი იყო. ეს ორი პერიოდია, ჩემი ძირებია, საკუთარი ადიკოდა, ძალიან ჭირდება გასაკუთრებით ბაზის კაპიტალი, შეიძლება ბატონო. სანაებაზე, ბიჭო, შენ კიდევ არ მეიშალე, იმ შენი მაქსიმია თუ რა საღამი ძებავი. დათქალი, ბატონო. დათქა ადიკოს მოადა პალატას მოგახსენ. აგრაფინა არ არის აქცარა ის მონახალე. მე სულ ციგნები ვერ ვარჩევ. ადიკომ კი მკითხა რომ ჩამოვიდა. კარლოს ციგნები ხომ არ მიგიწიათ, მაგრამ საიდან მე არ ვიცოდი რა ციგნები იყო და. მერე კიდევ თქვენ დაგიჭირეთ, ბატონო. მე შერაშინდა და გადავმალეთ. ისა მოხდა კიდევ თვითონ დამოზერნე. წარმოიდგინე ლეილა როცა რუსთაველის თეატრში გადავიდა მოზარდ მაყურებელთა თეატრიდან, ამ დროს უკვე მსახიობები თეატრიდან მიდიან. და ლეილამ შეძლო რომ რუსთაველის თეატრში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი დაემკვიდრებინა და ძალიან ბევრ საეტაპო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. დაწყებული გუშინდელნით, დამთავრებული არის კავკასიური ცარცისწრით და პეპოთი თუ სამანიშვილის დედინაცვალი თუ თემურ ჩხეიძის ბერნარდ ალბა, თემურის სულაკავებ და დოდო ალექსიძეც და რობერტ სტურვაც. ბოლო მისი სპექტაკლი იყო კავკასიური ცარცისწრე, სადაც ლეილა იყო ჯემალ ღაღანიძესთან ერთად ის გამონაკლისი, რომელმაც ყველა სპექტაკლი ითამაშა კავკასიური ცარცისწრესა, გარდა ბოლო ორი სპექტაკლისა, როცა ზაზა ლებანიძე შევიდა ქალბატონი ლეილას მაგივრად. ანუ ლეილა ძიგრაშვილი როგორც საუკეთესო დრამატული თეატრის მსახიობი, რომელიც თავისი საოცარი საშემსრულებლო მანერით. ლეილა ყოველთვის იყო თანამედროვე. აი ლეილა მოძველებული, პათეტიკური, რაღაცა ყალბი არასოდეს არ იყო თეატრში. მე ფული უნდა მიმეცა. ხალხაჭერა ძვირის. აი სურამში ერთი ბერია, ნამდვილი წმინდანი, მაგრამ ის მსახურებაში იმდენს იღებს, რომ წმინდანობაც აღარ უჭირს. თუ სულიერ მამას ნახევარი თუმანი მიუგდე, სათნოებასაც ვეღარ მოსთხოვ. აი ამას კი სათნოება ნახევარი თუმნისა. დამიკითხოში რომ შევედი საქმოდ გახვირო და ომი დამთავრდა, შვიდობის გეშინოდეთ ხალხო. ომი დამთავრდა, შვიდობის გეშინოდეთ ხალხო. გერმანი კიფორე მითხრა ქორწილი აქვს. აი მეოთხე ქორწილი და მოდი. ამდენი ხალხი მომიყვანე? მომიყვანე, თვითონ ცინომა გადამიანი კვდება. ჩუ! და საინტერესოა მოცანა ხელოვანისათვის. უნდა შესრულდეს სამგლოვიერო საქორწილო მარში, ან პირიქით საქორწილო სამგლოვიერო ფერფური გასაგებია. მაინც უნდა ჩახეთქოთ. დაუგარი! პრაქტიკულად ყველა საეტაპო სპექტაკლის მონაწილე გახლდათ ქალბატონ ლეილა. მე აი პირველი შთაბეჭდილება მახსოვს, რომ იყო პეპო, მერე სამანიშვილის დედინაცვალი, გუშინდელნი, კავკასიური ცარცისწრე. ანუ აი იგივე კავკასიურ ცარცისწრეში ერთ სცენაშია მხოლოდ და იმდენად დასამახსოვრებელი და იმდენად მნიშვნელოვანი სახე იყო დედამთილი, რომ აი არ ამომდის დღემდე აი შთაბეჭდილება, რაც მე მივიღე ქალბატონ ლეილასგან, ნამდვილად მომყვება. თვითონ პიროვნება იყო, იცით ისეთი ლეილა, აი ისეთი მონაცემი ჰქონდა, იქ მთხრობელი იყო არაჩვეულებრივი. რუსთაველის თეატრი წავიდა, პირველი გასვლა იყო, თუ არ ვცდები, ბრაზილიაში იყვნენ. რო ჩამოვიდა მთელი ჯგუფი, აბა ძიგრო მოდი ხა და ვეხვევით სულ ყველა და ესე იგი როგორ მოყვა ესე იგი თითქოს ყველანი ბრაზილიაში აღმოჩნდით. აი ისეთი მთხრობელიც იყო, უნიჭიერესი ადამიანი იყო.
ამაშია საქმე. ძალიან ნიჭიერი ყო. ესე იგი მეც გავიმეორებ ახლა საერთოდ არჯერ ნათქვამს რომ თუ ადამიანი ნიჭიერია ერთგან, ის ყველგან ნიჭიერია, როგორც ამბობენ. აი ესეთი იყო ლეილა. ალღო, როგორები ვარ და? ნახეთ, თქვენი გენაცვალეთ. ვაინე. მიდი იქნები ჩუწ მეშინა. სამოდი შვილებო გენაცვალეთ მამა იმოდით. მოდი დაჯექი. მიუჯექი გოგო დედამ თიცა. დაჯექი. ეგ იდეა, ჯაჯექი სიძე. ჯაჯექი ეგრე. როგორები ვარ და ალღო. ვაი, დავარი დამავიწყდა. მალგება მოდით. მოდით მალგება მოდით. არ მინდა. შენთვის სრულიად გასაოცარი იყო, როცა შენი ერთ დღეს მივედი ლეილასთან სტუმრად და მითხრა, რომ რამდენი წუთი გაქვს თავისუფალიო მკითხად. მე ვთხარი, აქვს დრო თქო. აბა დაჯექიო და დაიწყო. დაიწყო მარკესით, გადავიდა ჩარლი ჩაპლინის წერილი ჯერალდინა ჩაპლინს, მერე დაიწყო არაჩვეულებრივი პოეზია მურმან ლებანიძის და ანა კალანდაძის და დაამთავრა დათა თუთაშხიათი ერთი დიდი მონოლოგი. და მივხვდი, რომ ჩემ წინ იყო დიდი კითხველი. აი ამ სიტყვას შემთხვევით არ ვამბობ. დიდი ხატრული კითხვის ოსტატი. ქალბატონ ლეილა, მე ვთხარი, თქვენ რა უფლება გაქვთ მეთქი, რომ ესე კითხულობთ არაჩვეულებრივად და ამის შესახებ საზოგადოებამ არ იცის არაფერი თქვენ. უცბად აი ერთ კვირაში დავბეჭდეთ აფიშები, დაურეკეთ ძიმა ღვთისიაშვილს, გავაკეთეთ საღამო ძიმასთან, ძიმა დაგთანხმდა მაშინვე, ძიმათვისაც სიურპრიზი იყო და ყველასთვის. ესე იგი, წარმოიდგინეთ, იქ იყო თემურ ჩხეიძე, ელდარ შენგელაიე, რეჟისორები, მსახიობები, მის კოლეგები ყველანი, რომლებიც პირველად ისმენდნენ ლეილა ციგრაშვილს როგორც ესეთი დონის მკითხველს და 90 წლის ლეილა ციგრაშვილის ახალი შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო იმის მერე ერთი საღამო გქონდა კინომსახიობთა თეატრში, ერთი საღამო გავაკეთეთ რუსთაველის თეატრში, მერე ისევ მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა და ლეილამ ხელახალი სიცოცხლე და სიამოვნება მიიღო იმ პროფესიისგან, რომელიც ყველაფერზე მეტად უყვარდა. ნიპასუხე ოღონ გულწრფელად. ისევ მერტებ. ძველებურად კლავს ძირფასია. ის ახლა ჩემთვის ყველა მხეცია ვიმხეცია. თუ კი ასია რატომ უწყობ მას გამარჯვებას? ის საშიშია. ამიტომაც დაასწრო უნდა. შენ გამყუნე ვიდრე შეძებ შენს გამყუნებას. ვინ არის წუნებს ყველაფერი შენს მხარეზე მის მახვილის ბედმა ხელში რომ შეგატოვა. მაგრამ ის რომ დანაშალი არ არის, მაშინ მხოლოდ ერთი გევალება იყავი ჩუმად ხოლო დანარჩენს მე მოუვლი. სიმდისი მეცმა მაგრამ ეს იმდის და სიმართლეს რომ აყვი ახლა შენ უნდა დაგწო. სამუდამოდ დაკარგო უნდა. ჩვენ სახელს უნდა გაუფრთხილდეთ ეს გვევალება. უნდა გავწიროთ ყველაფერი სახელის გარდა. ახლა გავჩნდეთ. გონი აქეთ მოდიან. აქეთ თეზებს. ჰერა! იპოლიტი! ჩემთვის ლეილა ძიგრაშვილი იყო ლეილა დეიდა და ჩემი მეგობრის დედა. პირველ რიგში და მთელი ცხოვრება ესე იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, როგორც სახიობს ვიცნობდი და ფილმებიც ჰქონდა ნანახი მაგისი და სპექტაკლებშიც ვინახია მისი, მაგრამ მაინც პირველ რიგში იყო მამუკას დედა. მე და მამუკა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით რა და არა მარტო მეგობრები ვიყავით, თანამებრძოლები ვიყავით. ძალიან სერიოზული საქმეები გავაკეთეთ ერთად რა. ხანმოკლე იყო ჩვენი ურთიერთობა სამწუხაროდ, იმიტომ რომ არ გვაცალა სიკვდილმა. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. როგორ ბრძანდებით ბატონო? კარგად. ძალიან გავდა დედას, ძალიან. აი გაჭრილი ვაშლივით გავდნენ ერთმანეს და ხასიათითაც როგორც ჩანს რა. ეხა ისე ვიმეორებ, მე ახლა ლეილა დედასთან ესეთი ხშირი ურთიერთობა არ მქონდა, თან ახლა ბავშვობიდან არ ვიცნობდი, ჩვენ უკვე ზრდასრულ ასაკში გავიცანით ერთმანეთი, ამიტომ ბუნებრივია რომ ურთიერთობასაც ეს განაპირობებდა. ეხლა ასაკი ამ შემთხვევაში ერთია, როდესაც
შენი მეგობრის დედის ხელში იზდები და ერთია, როდესაც უკვე ასაკში გაიცნობთ. თუმცა თეატრიდან, ვთქვათ, ჩემი მეუღლეც თეატრის მსახიობია, ამიტომ ლეილას კარგად იცნობდა და ჩემი სიმამრე გივი ჭიჭინაძე მეგობრობდნენ საერთოდ და ამიტომ ბუნებრივია, რომ ამას განაპირობა ჩვენი ურთიერთობა. ლეილა მაგარი ქალი იყო ძალიან. ყოფილა შემთხვევები, რომ რამე თუ რაღაცა ჩემთვის არ მოსაწონი იყო მამუკასთან მიმართებაში, ლეილასთვის მithქვია. და ისე არ ვეუბნებოდი როგორც ქალს რა. როგორც დედას რა თქმა უნდა, მაგრამ ვიცოდი რომ ლეილას სიტყვა მამუკასთვისაც და ლაშასთვისაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ფაქტიურად დედაც იყო და მამაც იყო მაგათთვის რა. მამუკა სახლში რომ მოდიოდა დედა ჩემისთვის ის იყო შვილი და მამუკასთვის ეს იყო დედა რომელთანაც ჩვეულებრივ მისვლა შეეძლო და საჭმელებშია და მაჭამერა და რაღაცა და წამოწოლიყო დაესვენა. მე ასეთი ღრმა ურთიერთობა არ მქონდა ქალბატონ ლეილასთან, იმიტომ რომ აი მაინც მე სხვა რიდი მქონდა რა, იქ რუსთაველის თეატრი, როცა ამ პროფესიაში ხარ და ის ძალიან მამუხრუჭებდა და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე შინაური რუსთაველის თეატრში ჩემთვის იყო ქალბატონი ლეილა და ჩვენი სამეგობროს პატრონი. თავისი ავტორიტეტით, თავისი არაჩვეულებრივი ქალბატონობით და ცოტა უფრო შეიძლება ისე გამომივიდეს ნათქვამი შედარებაც შეიძლება არასწორი იყოს, მაგრამ ესეთი კარგი მკაცრი ხასიათი ჰქონდა ოთარანთქვრივული. შესაბამისად ჩვენ ჟულიკებს სარგებლობდით რა, ამით ხო? ლეილას უთხარი და გამიში მამა აჩუნდი და გამაგებინე ვიღაც ხულიგნება სადარბაზოში იჩხუბეს ამ რაიცკი დახმარებას სურს იქ ვიღაც ბიჭის ველას თხოვლობს გამიში მამა აჩუნდი და გამიში მამა აჩუნდი გამიში თორე საერთოდ წავა სახლიდან გესმის რას ამბობ ხედა გაზარდე ეხლა შვილი ვერ მოგარწეს მე მამასაც მოვიდნენ ოღონდ ჭხუბში კი არ გაგიშვებ შიშარა ხარ შიშარა მე მახსოვს ლეილას გაკერპებული სახე, გაყინული თვალები, მაგრამ შიგნით ჩაბოდრებული დიდი პროტესტი ამის მიმართ და ეს ისე ხდებოდა რომ სხვა არ შეეწუხებინა. და როდესაც ისტორიაში ჩაყვები სულ ახალგაზრდა ასაკში მეუღლე დაკარგა 51 წლის ასაკში. მეუღლე იყო 51 წლის, უფროსი ვაჟი 42 წლის, მამუკა 40-ის, არასრული 40-ის. აი წარმოგიდგენია რა ტრაგედია გადაიტანა ქალმა. ენით აუწრელ დედამ, მეუღლემ. და მე ჩვენ ახლა მქონდა საშუალება რომ ერთმანეთს არა მარტო ფიზიკური შეხვედრით ეს ბიჭები არ არიან და ჩვენ ხა გვერიდებოდა, მაგრამ მოგვენატრებოდა აი მამუკას დაბადების დღეს სადღაც ძივარ ჩვენ და ვიხსენეთ მამუკას და ტელეფონს აუცილებლად და დედა ლეილას დაურეკავდით და იქ ჩემი მალხაზო ჯონიკიძე თქვენი მონამორჩილი ჩვენი საზმაკაცო ვანიკო ნემსაძე და ლეილას ვესაუბრებოდით, ან გულს გადავაყოვილებდით. ეხლა ჩვენთვის ეხლა ვფიქრობ, ეხლა ჩვენ ხაშიაც ვიკლავდით, ჩვენ იქ ცრემლი იყო. ცრემლით ლაპარაკობდით. მაგრამ მან უწყოდა, რომ ეს მუდმივი კავშირი იყო გაუწყვეტელი. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი ტრაგედიის გადამტანი ასული იყო, ხუნუვა შეეძლო. ისე კაი რამებს გაიხსენებდა, იცი რომ შენს გადაგატანებდა ხასიათს, ანუ გამოგიკეთილშობილებდა თავისი ტკივილის ხარჯზე. ეს ერთეულების ხვედრია. მამას გაუგონე დედა. ჭკუის მასწავლებელი სხვა ვინ ყავს?
ამ ხანაგების სხვა შემოგევლოს დედა. მამა რომ გეუბნება სახში იყავიო გაუგონე, კაცო, გაუგონე, მეც ამას არ გეუბნები. ახალგაზრდა ქალი ხარ, ქვეყანას მოწონხარ. ყველა შენი ნახვა ენატრება. დღეს იმისთანა ძვირფასი საჩუქარი მოგიტანეს, უცხო და ძვირფასი რამე. ოი, რასია. კიდე გაჩვენო. ადედა. ეს სასწაული ფენომენი ჭირთა შიგან გამაგრება, რომელიც მართლა ერთეულების ხვედრია, ბევრი დაანგრია და ვერ გაზრდა. ლეილა დედა, ბატონი ლეილა 93 წელს გადაცილებული წავიდა ამ ქვეყნიდან. აი წარმოიდგინეთ თქვენ ის გამოწვევები ტვინის უჯრედებისათვის, რომელიც ყოველი ტკივილი, ყოველი გახსენება ტვინის უჯრედებს კლავს, ზენორმული გაღიზიანება ტვინის უჯრედებისათვის, ამ ქალის ტვინზე ვერ იმოქმედა უარყოფითად. ასეთი მეხსიერების ადამიანი მე არ მინახავს. აი ძალიან ბევრი საღამოები იყო, სადაც მე ხო ვესწრებოდი, მაგრამ მე იქ მივიდიოდი ჩემს შვილიშვილებთან ერთად. და როდესაც ქალბატონი ლეილა დეკლამირებდა, განასახიერებდა ამა თუ იმ გმირის პოზიციას, ჩემს შვილიშვილებს ვასმენიებდი ამას. ანუ კიდევ ერთი რამე, რაც თითაც განსხვავდება ჩემთვის აი ეს უამრავი ადამიანის ხმა მახსოვს, ხმა. და ლეილას ცალკე მახსოვს ხმა. ასე მასხურებაში უნდა გაატარო, მაგრამ შენ დაუცმარებელი თუ სოფელი. შენ არ მომიგდები არ გემასწრებული, შენ არ მომიგდები. კარგი ოჯახი, კარგი ხარი, კარგი. შეძებული და პატიოსანი არ გაქვს, წარმაგი მოხუცებული. ასე მოხუცებული ახლა კაცო თქვა, ზეკიდებ ჟიჟღები კაცო. შევაკარო ცხოვრებები იმასია. შენ არ მომიგდები არ გემასწრებული, შენ არ შეფრენილი იყო, თუ პირდაპირ აი ამ საქმეში არ იყო მოსული. არ დამიჭირე, კიდე. კაი, ახლა თუ ღმერთი გწევს, ღმერთი თუ გაგვირებდე. ამ ხეთების კაცი რო ხარ, მებრალებს მე, ნაგაგი ხარ ეს არის. დამიჯერე, რასაც გეტყოდა. ხარ მოგეწონოს, მე რა გინდა ის გიხარ. კაი. თუ კაი, პოლიტერი დები, მე სულ შეტაკითხები, გინდა მე გირამე. ვინე. როდესაც ამ დიდ ქალბატონს ვეხებით, ეს არის სრული, ესეთი სრულქმნილი, უფლისმიერ მოვლენილი მშვენება სხეულებრივ, სახიერ, გონებრივად, ცხოვრების წესით, ეროვნული ხასუსამ, ეროვნული სულისკვეთებით, წარმოშლელით, რომელსაც მსგავსები უნდა გაიზარდონ. პირად მაგალითზე. და უკვე ის ფიზიკურად არ არის აქ, მაგრამ აბა ის ჩანაწერები მოასმენიეთ დღესაც ბავშვებს და ჩარლის წერილის შულს რო უგზავნი, უტოებს წელს. შეიძლება გასულე, ვერავინ ვერ წაიგითხავს, ვერასოდეს. თავისი თავით, როგორც პროფესიონალი მსახიობის ძალსახად, ასე ვთქვათ, ააშენა და არაფერი არ დაეტყო იმ პირადი ტრაგედიის, ვთქვათ, მისრულებს თუ არ შეძინა. რაღაცა კიდე დამატებითი ფერი, ვთქვათ, იმ როლებში, რომელსაც ის ასრულებდა, აი ამ პირადმა ოჯახურმა ტრაგედიამ. ასე რომ ლეილა ძიგრაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო და ძალიან საინტერესო პიროვნება და ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, რა ძალიან მნიშვნელოვანია. ორგონ ტეხას მუხლებში. კაი, ერთი ჩვენივად გამოიწვევი და კაი მოგიდა შენ. თავის დროზე ავტობუსი უნდა მეცა და იქნება ასე არ ყოფილიყავი დღეს. ქალბატონ ლეილა ძალიან ცნობილი მსახიობი იყო, გასაგებია, მაგრამ როდესაც განაწილა ჩემი პიესა შორაპნელი ქალბატონები რუსთაველის თეატრში მედია კუჭუხიძემ დადგა, ლეილა ძიგრაშვილი რო რაღაცა გადასარევი თაობა, უფროსი თაობა მედია ჩახვა, ლეილა ძიგრაშვილი, ზაზა ლებანიძე, მანანა გოგი გეგეჭკორი, ნანა ლურთქიფანიძე, ახალგაზრდა კიდე სხვები ძალიან გამიხარდა, იცი, ჭკუაზე არ ვიყავი და მამუკა და მე ვიყავით უახლოესი მეგობრები, მისი შვილი. აი მამუკას ხშირი სტუმარი იყო ჩვენთან. არანორმალურად თბილი და კეთილშობილი იყო მამუკა. ჩემი შვილისთვის წამალი მჭირდებოდა, რომელიც ახალი გამოსული იყო
ევროპაშიდაც და მამუკა მაშინ გადაღებაზე მიდიოდა დონ კიხოტის ჩამომიტანა იქიდან. ხო არის რა ქონდა ისეთი რომ თანაც და რა ბედნიერი იყო რომ მოვიდა და აქ ცეკვაცეკვით შემოიტანა ეს წამალი. თავისი როლი ისე ხონდა გააზრებული რომ პირდაპირ აი რო გამოჩნდებოდა ინგრეოდა ტაშით ყველაფერი. აი ამ თანავარსკვლავედში მას თავისი ადგილი ეკავა. ამით იყო საინტერესო. მაშინ ძალიან ძნელი იყო, იცი, ძალიან ბევრი ვარსკვლავი იყო. მარჯანიშვილში, რუსთაველში, მოზარდში, სადაც გინდა. არასოდეს არ გამინელდება იშთაბეჭდება, რაც აი ამ სცენაზე ლეილა ძიგრაშვილმა უკვე 90 წლის ლეილა ძიგრაშვილმა, როცა წაიკითხა ნაწყვეტი თუნდაც დათა თუთაშხიადან. ან რა იუმორი იყო, ან როგორი სევდა იყო, ან როგორი ენერგეტიკა იყო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აი ეს 90 წლის ქალბატონი უცებ გადაიქცა აი იმ ეპიზოდს კითხულობდა ლია ელიავა თამაშობს ფილმში. აი ეს ქალბატონი რომელიც დაიცავს დათას დაჭერისგან. თავისი შარმით და იმით პოლიციელებს რომ მოახიბლინებს ასე ვთქვათ თავს. და ისეთი მომხიბლელი ახალგაზრდა ქალი ხდებოდა აი ამ კითხვის დროს. და ისეთი ენერგეტიკა მოდიოდა თითქოს ერთი შეხედვით დაუძლურებული ქალისგან, რომელსაც უკვე უჭირდა თავისით გადაადგილებაც კი, რომ ეს იყო ნამდვილი ფეიერვერკი.